მოგეხსენებათ, რომ ზამთრის კურორტები ძალიან აქტიურ ფაზაშია და ეს კურორტები დამთვალიერებლებს და დამსვენებლებს საოცრად მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ. სპორტული ღონისძიებები, გასტრონომიული ფესტივალები, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა და ახალი კამპანიები. ეს ყველაფერი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება. როგორ მიმდინარეობს ლევანდელი სეზონი და რა გეგმები აქვს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 2026 წელს? ამაზე სასაუბროთ ჩვენთან სტუმრად არის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. მოგესალმებით, მაია. ფილმშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ქალბატონო მაია, რა სიახლეებით და აქტივობებით ხვდება წელს ჩვენი სამთო-სათხილამურო კურორტები ვიზიტორებს. გულისხმობ ბაკურიანს, გუდაურს, გოდერძის, მესტიას. ბახმარო შეიძლება დავამატოთ ასევე სამთო-სათხილამურო კურორტებს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვთქვათ, იქ გამართული ინფრასტრუქტურა არის, ძალიან საინტერესო ადგილი არის, განსხვავებული თხილამურობისთვის მოდით ასე ვთქვათ, რეალისტვის. სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, იმიტომ რომ თოვლი არის ძალიან კარგი. ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე თოვლს არის ბევრი ვიზიტორი. იანვრის თვეში, დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული ფაქტობრივად არც ერთი ეტაპი არ ყოფილა უთოვლობის. მაღალია ძალიან სეზონი. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ წარმატებული იქნება სრულად ზამთრის სეზონი, რომელიც ჯერ კიდევ წინ არის და დაახლოებით 2 თვე, მინიმუმ თვე ნახევარი 2 თვე მაინც დარჩა. ზოგადად ჩვენს ტურისტულ პროდუქტებში სამთო ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურიზმი და პროდუქტია და განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც დიდი სეზონი გვაქვს ჩვენ დეკემბრის ბოლოდან, შე შემთხვევაში შუიდან იწყება ხოლმე და ვთქვათ მარტის ბოლომდე, ზოგჯერ აპრილში გადადის ხოლმე. იცით რომ ბუნებრივი თოვლის გამოწვევა ზოგადად მსოფლიოში დგას და ამ შემთხვევაში ჩვენი სამთო-სათხილამურო კურორტები ბოლო წლები განსაკუთრებით გამოირჩევა უხვი თოვლით, რაც მოთხილამურეებისთვის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო მოგზაურებისთვის ძალიან ესეთი ფუფუნების საგანი არის. რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული ღონისძიებები სამთო-სათხილამურო კურორტებზე, რომელიც მთლიანობაში დამატებით აქტივობებს ქმნის, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მოწესრიგებული ტრასები, გამართული ინფრასტრუქტურა, კარგი ამინდი და კარგი თოვლი უზრუნველყოფს მაღალ ტურისტულ სეზონს სამთო-სათხილამურო კურორტებს. შეიძლება ითქვას, რომ ზამთრის კურორტებზე უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა ძალიან ბევრი აქტივობები, სპორტული ღონისძიებების ჩატარებები დავუშვათ. გასული წლებიც და მიმდინარეც საკმაოდ დატვირთულია ამ თვალსაზრისით. რამდენად მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისით, ესეთი ტიპის აქტივობები და რას მატებს ეს კურორტს? ზოგადად ის, რომ კურორტს და ქვეყანას, არა მხოლოდ კურორტს, არამედ ქვეყანას სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე და აქტივობებზე რო ვისაუბროთ, როდესაც შეუძლია რომ გამართულად უმასპინძლოს ადგილობრივ თუ ამ შემთხვევაში საერთაშორისო ღონისძიებებს ვთქვათ სპორტულ ღონისძიებებს, ხომ მეტყოლებს იმაზე, რომ ერთი რო გამართულია ინფრასტრუქტურა მაღალ დონეზე შეიძლება ღონისძიების მასპინძლობა თვითონ დახვედრა როგორ ხდება და სრულფასოვნად ორგანიზება ღონისძიების. ამ ყველაფრის მიღმა საერთაშორისო ღონისძიებებზე, როდესაც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მუდმივად საქართველო ხდება საერთაშორისო მედიის ეპიცენტრში, რაც გარკვეულწილად ერთგვარი ირიბი, თუმცა ძალიან მსხვილი კომპონენტია ცნობადობის ამაღლების. ასეთი ტიპის ღონისძიებები, რა თქმა უნდა, უწყობს ხელს სამთო-სათხილამურო კურორტებზე რო ვისაუბროთ, მეტი ვთქვათ ვიზიტორის ჩამოსვლას იგივე სპორტის მიმართულებით. ჩვენ ძალიან ხშირად ვაკეთებთ ხოლმე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა ტიპის მედია საერთაშორისო ტურებს, საერთაშორისო მედიის ტურებს, სადაც მაგალითად საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ჩამოყავს კონკრეტულად სათხილამუროთ, იმისთვის რომ ნახონ ჩვენი მთები, ნახონ როგორი ინფრასტრუქტურა არის, როგორი ბუნება არის, როგორი ლანდშაფტი არის, შესაძლებლობები არსებობს აი კადრშიც
ვხედავთ, ხო, ის მესტიის ჰაწვალი საბაგირო იყო. შესაბამისად, მუდმივად საერთაშორისო მედიაში ხვდება საქართველო როგორც დანიშნულების ადგილი, მთის დანიშნულების ადგილი, სადაც შეიძლება ერთი რო სათხილამურო ჩამოხვდა და მეორე ზამთრის არ დადეგები, მეტი ასე ვთქვათ, გაატარო. დადეგების ფოკუსშია საქართველო მუდამ თავისი მრავალფეროვანი კურორტებით და ასევე უგემრიელესი გასტრონომიული ფესტივალით, რომელსაც გემოფესტი ქვია. 21-22 თებერვალს გაიმართება მესტიაში. სწორედ გემოფესტი გასულ წლებთან შედარებით რა სიახლეებით იქნება წარმოდგენილი ფესტივალი. უკვე მეოთხე წელია როგორც ვიცი, ხო? ამ ფესტივალის მიზანი. ძალიან კარგია. უკვე უკვე მოიპოვა გემოფესტმა ძალიან დიდი პოპულარობა და სანდოობა, ასე ვთქვათ, ძალიან უყვარს ადგილობრივ მოგზაურებს და გემოფესტ ერთგვარად რეგიონიდან რეგიონში ქართველი დამსვენებელი თან დაყვება. გურმანი შეიძლება ითქვას. თუმცა ძალიან ბევრი მიზანი არის, რომ საბოლოო ჯამში ეს ფესტივალი ჩვენ ვაქციოთ დიდ ფესტივალად საქართველოში, რის გამოც საქართველოში ტურისტები შეიძლება ჩამოვიდნენ და ამის ბევრი საერთაშორისო მაგალითი არსებობს. უკეთესი რადგან იქ თულუს თავაზობენ ჩვენ მრავალფეროვან ქართულ სამზარეულოს. კი და ასევე ღვინოსაც და სხვადასხვა ტიპის სასმელებს. შესაბამისად მესტიაში არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტარტაპა, მესამე სტარტაპა მესტიაში. ჩვენ მესტიაში გემოელები ყავს. თუმცა ყოველ წელს განსხვავებული არის, იმიტომ რომ ახალი მონაწილეები ემატებიან. თავდაპირველად ამ პროექტის მიზანი იყო გასტროტურიზმის განვითარება და ადგილობრივი გასტრონომისთვის ხელის შეწყობა. თუმცა ამ მთავარი მიზნის მიღმა, რომელიც ძალიან კარგად შესრულდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, უფრო მნიშვნელოვანი თუ არა, მივიღეთ შედეგად, რომ ადგილობრივ მეწარმეობას ძალიან შეუწყო ხელი. ადამიანებმა, რომლებიც სახლში მასპინძლობდნენ, ტრადიციულ კერძებს აკეთებდნენ, ისწავლეს და ამუშავეს ბიზნეს პროექტებად აქციეს თავიანთი იდეები. ძალიან ბევრმა სამასპინძლო გახსნა, კაფე გახსნა, სხვა ფესტივალებში იღებს მონაწილეობას. ეს ერთგვარად ის რომ ადგილობრივ მეწარმეობას ხელს უწყობს, ის რომ ბიზნეს ეკონომიკურ ცხოვრებაში საქმე ადამიანებს რთავს რეგიონში, ის რომ გაჩნდა სამასპინძლოები რეგიონში, როდესაც ტურისტი მოგზაურობს, მას შეუძლია რომ იგივე ოჯახში მივიდეს. ჩვენ მეორე პროექტი გვაქვს მზისკარი, ვთქვათ, სვანეთშიც ყავს მონაწილეები, სადაც შეიძლება ოჯახებში ესტუმრო ადამიანებს იმისთვის, რომ ავთენტური ადგილობრივი კერძები დააგემოვნო, კულტურას გაეცნო, ადგილობრივ მასპინძლობას გაეცნო. ყველას გვაქვს ეს, რომ საზღვარგარეთ რომ მოგზაურობთ, უფრო მეტად ადგილობრივი გარემო გვაინტერესებს. ხო, აი ამ თავგადასავლისთვის ესეთი, ასე ვთქვათ, პროექტები ხორციელდება. თუმცა გასტრონომიის განვითარებაში ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა რეგიონში. ძალიან შეიცვალა თვისებრივად გემოფესტი გულისხმობს ესე იგი ტრადიციული რეგიონული კერძის გათანამედროვებულ ვერსიას, ეგრეთ წოდებული street food-ი, ამ სიტყვის ქართული მნიშვნელობა მართალი გითხრათ ვერ მოვიფიქრე, მაგრამ ნუ გათანამედროვებული ვერსია, მოდით ესე ვთქვათ, მათ შორის გემოების თვალსაზრისით და მიწოდების თვალსაზრისით. ეს ფესტივალი 2 დღის განმავლობაში იქნება, იქ მოყოლება როგორც ძველი, ისე ახალი მონაწილეები, ახალი გემოებით, რა თქმა უნდა, იქნება მხოლოდ სვანური სამზარეულო. 2 დღის განმავლობაში იქნება ფესტივალის ასევე მუსიკალური ფონით, საღამოს კონცერტით, გართობით და იმედი მაქვს, რომ იქნება კარგი სათხილამურო ამინდი, რომ ადამიანებმა მოგზაურობა შეძლონ დღის განმავლობაში. სრიალით და ტრასებით დატკბობაც და შემდეგ გასტრონომიით და გემოვნებით. თქვენ ახსენეთ, რომ საქართველოს ძალიან ხშირად ხდება საერთაშორისო მედიის ეპიცენტრში და ცენტრში. აი ეს რამდენად, ალბათ თქვენ სტატისტიკასაც აწარმოებთ და აი რამდენად ახდენს ზეგავლენას წლიდან წლამდე, მზარდია თუ არა დაუშვათ თუ იგივე ტურისტის და ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა დაუშვათ ამა თუ იმ კურორტზე. წელს უპროცენტო დიდი ოდენობა ყავდა ზოგადად საერთაშორისო მოგზაურების საპროგნოზო მაჩვენებლებზე გავედით 8 მილიონს გადააჭარბა ტურისტული ვიზიტების ოდენობა იყო ასევე რეკორდული 2025 წელს ვსაუბრობ ასევე შემოსავლები იყო რეკორდული საინტერესო ფაქტი არის ის და თვალსაჩინო და ჩვენთვის აღსანიშნავი რომ სწორად ხდება დაგეგმონდა მუშაობა კოორდინირებულად შეიძლება ითქვას იმიტომ რომ საპროგნოზო მონაცემები ჩვენ წლის დასაწყისში რაც გვაქვს ხოლმე ზუსტად იმ საპროგნოზო მონაცემებზე
გავედით. ასევე ჩაშლაში აღსანიშნავია სტატისტიკაზე, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ, რომ რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან მოგზაურები, ზუსტად იმ ქვეყნებიდან, რომელიც არის ჩვენი სტრატეგიული ბაზრები. მაგალითად, არასოდეს საქართველოში არ ყოფილა იმდენი საერთაშორისო, იმდენი ევროკავშირის მოგზაური, რამდენიც 2025 წელს ერთად აღებული, ხო, ევროკავშირის პასპორტის მფლობელები, მოდით ესე ვთქვათ, ბრიტანეთი არის ჩვენი სტრატეგიული ბაზარი, ისრაელი, ახლო აღმოსავლეთი, შესაბამისად, იქ სადაც ჩვენ ყოველ წელს გვაქვს კამპანიები, ზუსტად ამ ბაზრებიდან არის დინამიკა მზარდი. რა თქმა უნდა, მეზობლების წილი არის პირველ ადგილზე ყოველთვის, ეს იქნება თურქეთი თუ რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი ყოველთვის, იმიტომ რომ ეს ჩვენ ვერ ვიქნებით გამორჩეულები, იმიტომ რომ სახმელეთო გამტარუნარიანობა ბევრად მეტს ატარებს. ცოტა დრო გრჩება და ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზეც გვინდა რომ მოვასწროთ საუბარი. ხო, ძალიან საინტერესო არის რა შედეგებით დასრულდა თქვენი ვიზიტი ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში, სადაც მიიღეთ მონაწილეობა და რამდენად დიდია ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი და ჩვენი ტურისტული პოტენციალის მიმართ. ამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტ დროს რამდენიმე ღონისძიება ერთად ჰქონდა. ერთი იყო მე სათავგადასავლო ტურიზმის გამოფენა, სადაც მონაწილეობას ვიღებდით კერძო სექტორთან ერთად. მეორე იყო საერთაშორისო მედიის დიდი კონფერენცია, სადაც ასევე მონაწილეობას ვიღებდით და ჩვენს მიერ ორგანიზებული იყო ეგრეთ წოდებული B2B შეხვედრები, სადაც მოხდა ქვეყნის პრეზენტაცია წამყვანი ამერიკული ტურისტული კომპანიების წინაშე, სადაც ინტერესზე როდესაც ვსაუბრობთ, ფაქტია, რომ ამ ღონისძიების შემდეგ უკვე რამდენიმე ეგრეთ წოდებული ფამტრები, ანუ ტურისტული კომპანიების ვიზიტი იმისთვის, რომ მათ გაეცნონ ქვეყანას და შემდეგ ტურები დააორგანიზონ, უკვე დაიკეკვა, პროცესში ვართ დაგეგმვის. ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ წუთას პირდაპირ ფრენები არ გვაქვს, მაგრამ არსებობს ძალიან კარგი დაკავშირებადობა, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ ამერიკელ მოგზაურებს შეეძლოთ საქართველოში მოგზაურობა, ეს იქნება ვთქვათ ბრიტანეთის ავიახაზებით, გერმანიის გავლით თუ თურქეთის, მათთვის ძალიან საინტერესო ევროპული ქვეყანაა, რომელიც განსხვავებულია თავისი პროდუქტებით, კულტურით, ავთენტურობით. ვფიქრობ, რომ სათავგადასავლო ტურიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა მათთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი შედეგები გვექნება. ძალიან დიდი მადლობა. გისურვებთ წარმატებებს და უსურვებთ ჩვენს ქვეყანას წარმატებებს, რა თქმა უნდა.